სელენას შემთხვევაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან სულიერი არის, ძალიან გზნობიარი არის, ძალიან სუბუქი არის, სხვების ემოციის გადამუშავება შეუძლია ძალიან მარტივად. ადრე ბერები, რომ მიდიოდნენ კეთროუნებთან და იწყებდნენ მათ მკურნალობას და აქ მნიშვნელოვანი არ იყო ის გადახვევა ჭრილობის, ხო? როცა შენთან არის ადამიანი და შენთან შეუძლია ემოციის გაზიარება, დახმარება შენი ემოციურად და ზოგჯერ ხა საავადმყოფოში ადამიანი რო წევს, ის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე რაღაც წამალს რო გაუკეთებენ სიტყვაზე, ხო? ანუ მედდა შეიძლება გაცილებით მეტის ემოციების მომცემი იყოს, ვიდრე ექიმი, ხო? რომელიც შაბათობით შემოდის 2 საათით სიტყვაზე. რომ გააკონტროლოს იქ ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი ეს ფუნქცია აქვს სელენა თევზს, რომ ემოციურად დაუდგეს გვერდში ადამიანებს, გაათფოს უმკურნალოს სულიერად, ფსიქოლოგიურად უმკურნალოს, ისინი იღებენ სხვების ენერგეტიკას, ამუშავებენ და უშვებენ ძალიან კარგად. ეს არის ძალიან სუბუქი, ლაღი ენერგეტიკა თვითონ შინაგანად და ძალიან კარგად გამოხატავენ ხოლმე ემოციებს. აი მსახიობები ძალიან კარგები არიან ხოლმე სელენა თევზები. ანუ ემოციურად ძალიან კონტაქტზე არის და ეკრანიდანაც ეს იგრძნობა ხოლმე სელენა თევზების შემთხვევაში გარდასახვა შეუძლიათ, სითბოს გამოხატვა შეუძლიათ, კონტაქტში შემოსვლა შეუძლიათ, ხო? გზნობით, ემოციით, აი თერაპიულ პრაქტიკაში ძალიან ადვილად წვდება თავის ემოციებს, კარგად ამუშავებს თავის გზნობებს, ძალიან სულიერები არიან, გახსნილები არიან ენერგეტიკულად. ფსიქოლოგიური ვიბრაციებისთვის. მე-12 სახლის ელენაც იგივე არის, მაგალითად, აი ხშირად ენერგეტიკული კავშირი აქვს მაგალითად წყალთან, ან აი წყალი რა არის, მთავარი ინფორმაციის გადმომცემი, ხო? წყალი ეს არის აი ეს მოძრავი ენერგია, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ემოციებს და გრძნობებს, ხო? ამასთან აქვს ძალიან კარგი კავშირი, აქვს ეკლესიასთან კარგი კავშირი, რელიგიებთან, მაგალითად. ეკლესიაში რომ მიდის სანთელ-სანთებს, მისი სელენა აბსოლუტურად იხსნება, იმიტომ რომ კავშირი აქვს სულიერ ძალებთან, მაგალითად, ხო? რაღაც აი დაფარულ მისტიურ სამყაროსთან აქვს რაღაცნაირად კავშირი. ტაროთი კარგად გამოსდით მუშაობა, მაგალითად, იმიტომ რომ აი ეს მისტიურობა, ფსიქოლოგიური მისტიურობა, მათში ცხოვრობს, კარმულად გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. რაღაცა სუფთას, ნათელს ემსახურებოდნენ, რომელიღაც ინკარნაციაში ან რელიგიურობას ემსახურებოდა ეს ადამიანი, ან ალტრუიზმს ემსახურებოდა, როდესაც მაგალითად კეთროუნებს შეიძლება მკურნალობდა, ან სულიერი მკურნალი იყო ეს ადამიანი, ან ფსიქოლოგიური მკურნალი იყო და ეხლაც იგივე არიან ხოლმე ვიღაცები მიდიან სულ ნახულობენ ამ ხალხს, გადმოულაგებენ თელ თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ამუშავებენ ამათ ენერგეტიკას და ის მიდის მერე გასუფთავებული, ხო? აი ეს არის ხოლმე როგორც წესი მათი მისია.